Мир вам, церковь. С Рождеством всех. Я буду говорить на грузинском, извините, я не буду говорить на русском. Тогда на русском, окей, постараюсь на русском. Не, мне просто легче на грузинском говорить. Окей. Не, я не буду ничего еврейское говорить. Მოგესალმებით, ჩემო კარგებო, ძალიან მიხარია აქ რო ვარ დღეს თქვენთან. Я приветствую вас, мои дорогие. Я очень рад быть с вами здесь. წესით არ გეგმავდით, მაგრამ ისეთი მდგომარეობა მომიწია, რომ აქ მომიწია გარემოებიდან გამომდინარე აქ ვარ დღეს. Я не планировал быть здесь, но так получилось, такие обстоятельства, что мне пришлось быть здесь. მოგკითხვა თბილისის ეკლესიიდან, ილოცავენ ყველა ისინი შობას. Передаю приветствие из Тбилисской церкви, все они передают приветствие. ასევე მოგკითხვა ყაზახისტანის ეკლესიიდან, სადაც ჩემი მეგობარი პასტორი მყავს. И также из Казахстана пастор передает приветствие, это мой друг. Павел Купцовი ესეთი პიროვნება, საქართველოში ორჯერ არ ამყოფი და წელს დამპირდა რომ ბათუმშიც მოაღწევს. თბილისამდე ჩამოყვანილი მყავს, მაგრამ ბათუმამდე ვერ მოაღწია ჯერ. Он бывал уже в Тбилиси, и в этом году он думает, планирует приехать в Батуми также. ძალიან მაგარი ადამიანია, კარგანდაში მსახურობს თვითონ. Он служит в Караганде, он хорошая личность. ხო და ძალიან თვითონ მთხოვა რომ особый привет передавай в Батумской церкви. И он передавал такой особый привет. Поздравления с Рождеством. Поздравления с Рождеством. დღეს ცხინვალე დღესასწაულია, ჩემო კარგებო. Сегодня очень такой торжественный праздник. და როგორც ძმამ თქვა, ჩვენ აღნიშნავთ არა თარიღს, არამედ მოვლენას. И как уже брат сказал, мы не дату празднуем, мы явление празднуем. მოვლენა, რომელიც ღმერთი გამოჩნდა ხორცში. И это явление, это есть, когда Бог явился во плоти. ჩვენი აქედანვე უნდა მიხვდებოდეთ ამას. И мы должны это понимать. ამ თვალებით უნდა შევხედოთ ჩვენ ამ დღესასწაულს. И вот так мы должны смотреть на этот праздник. დღეს სამყარო ისეა დაყოფილი, რომ ერთმანეთს ამ კალენდარულ დღეს ერთმანეთს გამოეყვნენ. Сегодня мир настолько разделен, они делят вот это вот календарные даты. და მათთვის ის კალენდარული ციფრი და რიცხვი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს მოვლენა საერთოდ იესოს დაბადება. И они настолько заняты вот этим разделением дат, что они отделились от вообще Рождества Христова. Они потеряли суть самого Рождества. ხო. ესეთი გამოთქმა არის და ძალიან მომწონს ერთმა პიროვნებამ თქვა. Есть такое высказывание, и мне очень нравится. ტრადიცია ეს არის ცეცხლის გადაცემა და არა ცეცხლის თაყვანის გადაცემა. Традиция это значит передавать огонь, но не поклонение огню, а огонь. Не поклонение огню, а передавать огонь. ანუ რისი თქმა მინდა? И что я хочу этим сказать? შობა ჩვენ ტრადიციით პირველმა ქრისტიანებიდან მოდის ჩვენთან. Рождество, вот эта традиция от первых христиан идет к нам, და переходит. ჩვენთან მოვიდა ცეცხლი მოვლენა. И к нам оно пришло как явление, как огонь. ამიტომ მე მნიშვნელობას აღარ ვაძლევ უკვე 7 თებერვალს აღნიშნავს ზოგი, სექტემბერს აღნიშნავს ზოგი, 25 დეკემბერს აღნიშნავს. Поэтому мы не придаем значения 25 или 7 или в сентябре это явление. ამიტომ ეს არის ჩვენი ამომავალი წერტილი იყოს. И это должно быть исходящей точкой. იყო ესეთი პიროვნება, ყაზახისტანი ვახსენეთ ეხლა და იყო ესეთი პიროვნება 50-ნული ეკლესიის საბჭოთა кавчиში ერთ-ერთი დამფუძნებელი რო ვთქვათ. И была одна такая личность в Казахстане, я уже упоминал Казахстан. Была личность, которая... ივან ვორონაევი, თუ გაიგიათ, არ ვიცი, თუ გაგიგიათ. Воронаев, если вы слышали о нем. მე მის ბიოგრაფია ვთარგმნე ერთ-ერთ ქრისტიანული საიტისათვის და როცა მე წავაწყდი ამ პიროვნების ბიოგრაფიას, გავუცდი, იმდენად მიძღვნილი პიროვნება იყო ეს პიროვნება.
თავისი საქმის. Мне пришлось переводить его биографию, и я удивлен, настолько эта личность была такой интересной. და მას აქვს ესეთი ციტატა ნათქვამიშობასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან ეხება ჩემ გულს. И у него есть такая цитата по отношению к Рождеству, которая касается моего მან сердца. თავის ქრისტიანულ გაზეთში დაწერა ეს ციტატა, რომელსაც თვითონ გამოუშვა. Он издает газету, и он там написал эту цитату. თუ მე მკითხავთ, როდის დაიბადა იესო ქრისტე, მე გეტყვით 1907 წელს 8 აგვისტოს. როდესაც მე მივიღე იესო ქრისტე ჩემს ხსნელად. Если вы спросите меня, когда родился Христос, то я вам могу ответить, это тот день, когда он родился в моем сердце. ладно. და თუ მე მკითხავთ, სად დაიბადა იესო ქრისტე? Если спросите, где родился Христос, ჩემი გულის ბეთლემში. он родился в ვიფლიემი моего сердца. Он родился в Вифлееме моего сердца. ამინ. ეს არის ჩვენი ამომავალი წერტილი, რაც უნდა ჩვენ გვესწმუნდეს, რატომ აღვნიშნავთ ჩვენ შობას საერთოდ. როცა გვეკითხებიან, შვიდში რატო არ აღნიშნავთ, სექტანტი ხარ, ის ნუ ეგეთი რაღაცები გვაქვთ ხალხს. Если у нас спрашивают, когда вы отмечаете праздник Рождества, вы 7-го или вы какого, или вы сектанты, мы говорим, мы отмечаем явление Бога во плоти, который და მე მინდა ძალიან მოკლედ ერთი ადგილი წაგიხოთ ლუკას სახარებიდან, ახლა თუ ებრაული განმარტება არ მოგეცით, ისე როგორ წავიდი აქედან, არ მაპატიებენ. Евангелие Лука, 2 глава, ეს უდესაც წყემსებს შეხვდა ანგელოზი. ნუ მე-6 მუხლიდან დავიწყოთ. მათი ყოფნისას დაუდგა მარიამ შობიარობის დღეები და შვადზე თავისი პირმშო შეახვია და მიაწვნა ბაგაში, რადგან ადგილი არ იყო მათთვის სასტუმროში. წყემსები იყვნენ მინდვრად იქ იმ მხარეში. ღამით თავის საფრთხოს დარაჯობდნენ და უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, უფლის დიდება გამოუწყინა და დიდი შიშით შეშინდნენ. უთხრა მათ ანგელოზმა, ნუ გეშინიათ, ახლა დიდი სიხარულს გახარებთ, რომელიც მთელ ხალხისათვის იქნება. ვინაიდან მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი, იშვა თქვენთვის დავითის ქალაქში. და მე-12 მუხლი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება ნიშანი თქვენთვის, იპოვით ხრმას, შეხვეულს და ბაგაში მწოლიარეს. ამინ. აქ ძალიან ბევრი ადგილია, რასაც მე შემიძლია საათობით ვილაპარაკო, მაგრამ მე მხოლოდ მე-12 მუხლზე შემიძლია გავჩერდე. ფესოს გული არ წავიდეს საათობით როთქი. Это место Писания подразумевает, что мы можем здесь много говорить, но здесь мы остановимся на 12 стихе. ეს იქნება ნიშანი თქვენთვისო. Вот вам знак. რა ნიშანი უნდა ყოფილიყო მწყემსებისათვის? Какой знак был? რატო უნდა იყო მწყემსებისათვის უნდა ყოფილიყო ნიშანი ის რაც იქდევს გახვეული იმაში გახვეული ბავშვი? რატო უნდა ყოფილიყო ეს მწყემსებისათვის ნიშანი? Почему этот младенец в пеленах должен был быть знаком? რატო იყო ეს მათთვის ნიშანი? Почему это для них был знаком? აი ესა პატარა ებრაული ტრადიცია ისტორია, რომელიც გვინათებს გვამცნობს ბევრ ამას. Здесь такая маленькая из истории, маленькая традиция из еврейской истории. მე ბეთლემში ნამყოფი ვარ და ძალიან ბევრი საძოვრებია ბეთლეხემში. Я был в Вифлееме, и там есть много пастбищ. და იესო ქრისტეს დროს წყემსავდნენ ბეთლემში ცხარს, იცი ვინ იყო წყემსები? ისა ტომი, რომელი ტომი წყემსავდა, იცით? И во времена Иисуса Христа пасли овец, знаете, из какого колена? ლევიანელები. Из колена Левия. რატომ წყემსავდნენ ლევიანელები? Почему были из колена Левия пастухи? თქვენ უნდა გესმოდეთ, ებრაული ტრადიცია ძალიან კაცად უყურებს მსხვერპლშეწირვის ტრადიცია, როგორ იყო ეს მსხვერპლი ქოშერული, ანუ უფლისათვის მისაღები, რამე ნაკლი არ უნდა ყოფილიყო, ამას აკონტროლებდნენ წყემსები და ამას აკეთებდა გაცნული ლევიანელები, რომლებმაც უკვე დაამთავრებდნენ თავიანთი სატაძრო მსახურება, თქვენიც დრო გვდელი 50 წელი მსახურობდა, 50 წლის შემდეგ ისინი წყემსავდნენ ცხვარს.
И знаете, вот левиты заканчивали свое служение при храме. После примерно 50 лет, Да, 50 лет они служили. До 50 лет они служили. Потом они становились пастухами. Почему? Потому что они очень тщательно наблюдали за овцами, потому что потом это приносилось в жертву, и что-то приносилось как бы угодное. ტრადიციის, რჯულის მიხედვით, ყველა დღე უნდა მოსულიყო ორი მცხვარი დაკლულიყო. დილას და საღამოს. По закону, по традиции должно было приноситься в жертву ტაძარში უნდა ყოფილიყო ეს. в храм должны были приносить. და ამ მცხრებს წყემსავდა ეს მწყემსები. И этих овец спасли вот эти пастухи. და ეს მცხრები შობიარობდნენ, როდესაც შობიარობის პროცესი ქონდათ ამ მცხრებს, მათ გარეთ კი არ ამშობიარებდნენ, გამოქვაბულში ამშობიარებდნენ, специალური გამოქვაბულები იყო, მე მაქვს და тогда вы помните, да, когда мы были в Вифлееме, когда мы это видели, нам показывали это объяснил. Да, вот я сейчас это и рассказываю. И там вот в Иудее, в Вифлееме, там есть была такая традиция, когда овца должна была рожать, его уводили в пещеру. აი ესეთ გამოქვაბულში იმშობიარა მარიანმა და იქ სადაც გამოქვაბული იყო ყოველთვის ესეთი მარლა და ბაგა დაფენილი. И там вот в такой же пещере родила Мария, и там были такие ясли и такие пелены. ამ ცხოვრებს ისინი ამ იმაში ახლობდნენ იმის გამო, რომ ეს ხვარი იყო სატაძრო მსხვერპლი იყო. И в эти пеленали эту овцу, овечку рожденную, потому что она должна была быть принесена в жертву в храм. ეს იყო ნიშანი მწყემსების, რომ დაინახესო ის ხვარს, რომელსაც თქვენ ყველა დღე წირავთ, აი ნამდვილი ხვარი, მწყემსი, კრავი მოვიდა. და ისვა იქ, ესაა თქვენთვის ნიშანიო და ეს გაიგო მწყემსებმა და მიხვდნენ. რა გასაოცარია არა, უფლის საიდუმლო თელი, რასაც ღმერთი გადმოგცემს. И вот это было для них знаком, вот для этих пастухов это было знаком. Они увидели младенца, рожденного, которого пеленали в эти пелены, и рожденного в пещере. И они поняли, что вот он спаситель, или как это, жертва. Да, жертва, агнец, жертвенный агнец, как Иоанн говорит, вот агнец Божий, который идет. Они сразу это поняли, потому что они всю жизнь этим занимались. И это знак для них был уже понятен, что Спаситель мира родился, чтобы умереть за нас. А если мне там метко моткнуть моклет? И я вот это хотел для вас сказать коротко. იმედია გასაგებად გითხარით, ძალიან არ დაგტვირთეთ. Надеюсь, что это было для вас понятно, и я не очень вас нагрузил. გილოცავთ შობას Еще раз поздравляю с Рождеством. და მოდი ეს შობა იყოს ჩვენთვის ქრისტეს შობა ჩვენს გულში. Давайте это будет праздником рождения в наших сердцах. გავიხსენოთ, რომ ჩვენთვის ქრისტე იშვა. И будем вспоминать, что для нас рожден Христос. იცი, ღმერთი არაფერი არ ეშლება, ღმერთმა სპეციალურად ერთსაც დავამატებ, რომ ეს აზრი შევკრა. ღმერთს არაფერი არ ეშლება, ღმერთმა შეგნებულად არ გვაცნო თარიღი იესო ქრისტეს შობის. Знаете, что Бог ни в чем не ошибается. Бог не сказал нам, не дал нам точную дату. რატო? იმიტომ რომ ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს და ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა იშვას ადამიანების გულში. И знаете по какой причине? Потому что каждый человек индивидуально должен отмечать рождение, потому что в каждом отдельном сердце отдельно рождался Христос. ამინ. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ღმერთი ეს ინდივიდუალურობის ღმერთია. თუ მანამდე ებრაელებს დაუწეს ამ მსხვერპლის მოტანა კონკრეტულ დღეს, ამ დღეს არ ეუბნება ღმერთი, ამ დღეს არ გვასწავს, იმიტომ ის კოლექტიური იყო, მაგრამ ქრისტეს მეშვეობით მოხდა, ღმერთი უფრო დაახლოვდა ჩვენთან, გახდა უფრო ინდივიდუალური ურთიერთობებს. Ну, ეს დიდი თემა და დავამთავრებ ხოლმე. Длинная тема, сейчас мы будем уже заканчивать. И Бог желает, чтобы каждый из нас индивидуально помнил о рождении Христа и праздновал свое
тот день рождения Христа, когда Он родился в нем. Дорогая церковь, с Рождеством вас! Аминь!